ოლიგარქი ივანიშვილი ყოფილი ფინანსისტის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დავას აგრძელებს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგის სხდომა გაიმართა. მსჯელობის საგანი იყო სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ბაჩიაშვილმა ივანიშვილის ბანკ ქართულსგან ბიტკოინების ბიზნესისთვის სესხი მიიღო და არა ინვესტიცია. ამას სადავოდ ხდის პროკურატურა. მანამდე კი ჩანაწერი სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა შეისწავლა და დაადგინა, რომ ის არ არის ნამდვილი. ამ დასკვნას სრულად აბათილებს გერმანელი ექსპერტის შეფასება, თუმცა რა იყო დღეს მხარეების პოზიცია სასამართლოში სხდომაზე, გიორგი კვიჟინაძე მოგვიყვება ვრცლად. სოფო დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბარი. ამ სატელეფონო საუბარში ოლიგარქი ივანიშვილი და არც გიორგი ბაჩიაშვილი არ ახსენებს სიტყვა ინვესტიციას, ისევე როგორც სიტყვა ინვესტიცია არ არის არც ერთ დოკუმენტში, რომელიც წარმოდგენილი აქვს როგორც პროკურატურას, ასევე დაცვის მხარეს. ერთადერთი სადაც ინვესტიციაზეა საუბარი, ეს არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემული ჩვენება და ეროვნული ბანკის მიერ დადებული დასკვნა, რომელმაც 8 წლის შემდეგ დაადგინა, რომ ქართულ ბანკს ესხის სახით გიორგი ბაჩიაშვილისთვის 5 მილიონი დოლარი არ გადაუცია და ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია. ამ ჩანაწერში, როგორც ბაჩიაშვილი აცხადებს, გარკვეულად ისმინება, რომ საუბარი არ არის საერთოდ ინვესტიციაზე და აღნიშნული ჩანაწერები ადასტურებს ერთადერთს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, როდესაც სასამართლოში დაკითხვაზე განაცხადა, რომ ეს იყო მისი ინვესტიცია. რაც შეეხება ადვოკატმა სასამართლო პროცესზე საკმაოდ კარგად და გასაგებად წარადგინა გერმანელი ექსპერტის მიერ ჩატარებული დასკვნა აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და აღნიშნული დასკვნა ცალსახად ადასტურებს ერთადერთს, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტიკური და აღნიშნულ ჩანაწერში არ არის არანაირი მონტაჟის კვალი. გარდა ამისა, დადგენილია ამ ექსპერტიზის მიხედვით ჩანაწერში მონაწილე პირების ვინაობა, ეს არის ნამდვილად ექსპერტის მტკიცებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მეორეს მხრივ გიორგი ბაჩიაშვილი. საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მიერ ქართულ ბანკში სესხის მოპოვების სურვილზე. რაზეც ჩანაწერის ბოლოს ივანიშვილი თანხდება და მეუბნება, რომ გამევლო ეს თემა დეტალურად ქართულ ბანკის დირექტორთან და შემეთავაზებინა რამე დამატებითი ინტერესი მოგების წილის სახით ამ პროექტიდან. აღნიშნული ექსპერტი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ეპიზოდს, სადაც არის 3 წამიანი სიჩუმე და ეს ასევე ამბობს, რომ ეს საჭიროებს ლინგვისტურ შესწავლას, რადგან ენის თავისუფლებებიდან გამომდინარე ეს პაუზა იქ ნორმალური იყო თუ არა, მე ამას ვერ დავადგენა. შესაბამისად, ამის გარდა არც ერთი ეპიზოდი არ არის, სადაც შეიძლებოდა ითქვას, რომ რამე მონტაჟება ადგენ. ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩანაწერი არ არის დამონტაჟებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადასტურებს ჩანაწერის შეგმნის თარიღს და ადგენს მოსაუბრე პირთა ვინაობებს, ანუ იდენტიფიცირებას ახდენს. 10 თუ 11 წუთიანი საუბარია, სადაც დეტალურად ათანხმებენ ერთმანეთთან მხარეები სესხის ხელშეკრულების გაცემის პირობებს, მათ შორის სავარაუდო პროცენტის ღირებულებას. გერმანელი ექსპერტის დასკვნა სათავისოდ გაიგეს და წაიკითხეს როგორც საქმის პროკურორმა, ასევე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა. ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ ჩანაწერში შესაძლოა აღენიშნებოდეს რაიმე სახის ჩარევები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, საერთოდ არაფერი არ წერია ექსპერტიზის დასკვნაში. პროკურატურაც და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველიც უნდობლობას უცხადებს გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას. ისინი კვლავ აპელირებენ საქართველოში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, თუმცა განსხვავება გერმანიაში ჩატარებულ და საქართველოში ჩატარებულ ექსპერტიზებს შორის არის ძალიან დიდი, რადგანაც საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზა არ იყო სრულყოფილი, როგორც ამას გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ინტერესების დამცველი აცხადებს. რაც შეეხება გერმანიაში ჩატარებულ ექსპერტიზას, სრულად იქნა გამოკლებული სხვადასხვა ტექნოლოგიების მეშვეობით აღნიშნული ჩანაწერი და ცალსახად დასტურდება მისი ავთენტიკურობა, აცხადებს ბაჩიაშვილი და მისი ინტერესების დამცველი. ეს არის მოდა ეს აუდიო ჩანაწერი და შემდგომ მოუწია დაცვის მხარის ადვოკატს ამის წაკითხვა ექსპერტიზას რაც შეეხება პირველ რიგში ამ ექსპერტიზის დასკვნის ბოლოში ანუ სადაც შემაჯამებელი ნაწილი არის მოყვანილი
ნათქვამია პირდაპირ, რომ ექსპერტი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ რაიმე ზემოქმედების კვალი ამ აუდიო ჩანაწერზე არ მოიპოვება. ანუ არ არის, ასე ვთქვათ, გადამჭრელი ამის ექსპერტის განმარტებები, სწორედ ამაზე გადავმახვილეთ ჩვენ ყურადღება. პირიქით უთითებს საპირისპიროც კი დასტურდება, რომ ზოგი რამოდენიმე მონაკვეთში აშკარად ზემოქმედების კვალი ჩანს. ეს არის დასახვის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ეს აუდიო ფაილი არის სავარაუდო სატელეფონო საუბარი და ზოგიერთი აუდიო გაყოფილება არის ფონის ხმაური და ხმის გადამარვა. ეს არის პირდაპირ ციტირება მაგალითად, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდო არის საუბარი და არის ფონზე და ხმაურზე საუბარი. ეს ფონი, ეს ხმაური დაიდენტიფიცირებული იქნა არაერთ გზის და არაერთხელ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ გაცემულ დასკვნაში. ესეთი წყმეტები ძალიან ბევრი იყო. უფრო მეტის მაგალითისთვის იდენტიფიცირდება მინიმუმ 2 ასევე არ არის გამორიცხული მესამე სპიკერის არსებობა. პაუზები, რაც არის წყვეტა და ესეთი 114 იყო ჯამურად, საჭიროებს კომუნიკაციის შინაარსობრივი ანალიზის დამატებით შესწავლას. გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე შემდეგი სასამართლოს ხდომა 4 მარტს გაიმართება და სწორედ ამ სასამართლო პროცესზე გამოკითხავენ გერმანელ ექსპერტს, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ფიზიკურად მოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში და გასცემს მხარეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხს, თუ როგორ შეისწავლა აღნიშნული ჩანაწერი და რაზე დაყრდნობით აცხადებს ექსპერტი, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის ეს სატელეფონო საუბარი ნამდვილად ავთენტიკურია.